გზის გადაკეტვას ხელოვნურად ცდილობდნენ. პროტესტის მასშტაბის გაზრდა ხელოვნურად სურდათ. იცოდნენ, რომ კანონს არ ღვევდნენ. ისიც, რომ გზის გადაკეტვისთვის საკმარისი რაოდენობის არ იყვნენ. იცოდნენ, რომ კანონდარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევდათ. ისიც, რომ ჯარიმა 5000 ლარს შეადგენს. მაგრამ მაინც შეგნებულად მიდიოდნენ კანონდარღვევაზე და ამბობდნენ: თუ ეხლა ჩვენ 5000 ლარიანი ჯარიმი შეგვეშინდება და გავჩერდები და პროტესტი მორჩება, ესე ვთქვათ, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს მერე 4 კედელში გამომწყდება. თავარი ის არის, რომ ვერ შეგვაშინებენ, ვერ გაგვაჩერებენ, ვიბრძოლით. ბოლომდე რუსულ რეჟიმს სანამ არ დავასრულებთ და სანამ ფოცებს არ გავყრით ამ ქვეყნიდან, მანამდე არ გავჩერდებით ხალხო, არ მეშინია. პირდაპირ გეუბნებით, არ გვადარდებს თქვენი ჯარიმები. ჯარიმები არ ადარდებდათ, ამიტომაც კანონდარღვევას მიზანმიმართულად აგრძელებდნენ. მინავლებულ პროტესტს ხელოვნურად უბერავდნენ სულს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც პროტესტი იყო მათი და არც შებერილი სული. ყველაფრის უკან კონკრეტული ფინანსები იდგა. ჯარიმები იმის გამო კი არ ადარდებდათ, როგორც თავად ეძახიან, სახალხო პროტესტი მსხვერპლს რომ მოითხოვს და ეგრეთ წოდებული ბრძოლა ვითომ და სამშობლოს დასაბრუნებლად 5000 ლარით კი არ ფასდება, არამედ შეუფასებელია, არამედ კონკრეტული ფონდების იმედი ჰქონდათ. გადაიკეტა. უხარიათ გზის გადაკეტვა. იციან, რომ ამის უფლება მხოლოდ მაშინ აქვთ, როდესაც ტროტუარზე ხალხი არ ეტევა და გზის გადაკეტვა უკიდურესი აუცილებლობაა. ანუ როცა ბევრი ხალხია. მაგრამ ისიც იციან, რომ ამდენი ვერ გროვდებიან. არადა პროტესტის მასშტაბურად წარმოჩენას სურთ. ხოდა რამდენიმე ათეული ადამიანი შეგნებულად არღვევს კანონს, რომ მასშტაბი შექმნას. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე თამამად და შეგნებულად არღვევდნენ კანონს, ის ფონდები იყო, რომელთა ანგარიშებიც რამდენიმე დღის წინ დაწყებული გამოძიების საფუძველზე დაყადაღდა. საქმე აღძრულია კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა რამდენიმე ფონდს. მათ შორისაა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი, ნიკა გილაურის პროსპერიტი და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი. მაშინვე დაიწყო პროპაგანდა, რომ ფონდების დაყადაღება არაკანონიერია, რადგან როგორც თავად განმარტავენ, მოცემული გადაწყვეტილებით ადამიანების თანადგომა ცხადდება დანაშაულად. შესაბამისად, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ამას უყურებთ ძალიან არასერიოზულად პროკურატურის განცხადებას, აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, ერთადერთი ის არის, რომ მე ხა ყველაზე მეტად დარდობ იმ დანაკლისზე და იმ დანაკარგზე, რომელიც იყო ფინანსურ ნაწილში, ანუ რაც გვედო ანგარიშებზე, ყველაზე მეტად მაგაზე ვდარდობ. უფლებადაცვითი ორგანიზაციის მხრიდან ჯარიმების გადახდას ჩვენს მივიჩნევთ როგორც სოლიდარობის გამოხატულებას. თუმცა არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რას მოიცავდა რეალურად ეს ეგრეთ წოდებული დახმარება და სოლიდარობა. არაფერს ამბობენ, რომ სინამდვილეში ისინი საკუთარი ფინანსური რესურსებით დანაშაულს ახალისებდნენ და ფაქტობრივად საბოტაჟს უწყობდნენ სახელმწიფოს. მაგალითად, სამართალდარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმა დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველაზე მსუბუქი სასჯელია დანაშაულის პრევენციისთვის. ეს ფონდები კი ამ ჯარიმებს იხდიდნენ იმ მიზნით, რომ კანონი კვლავ დარღვეულიყო. გამოდის, რომ სახელმწიფოს ხელთარსებულ ბერკეტს, როგორც დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენციის მექანიზმს აუქმებდნენ, რაც ავტომატურად კანონდარღვევას სისტემურ ხასიათს აძლევდა. გაქვთ სამართლებრივი დახმარების და ფინანსური დახმარების და ჯამში სოლიდარობის იმედი? მაქვს იმედი. 12 ჯარიმა მაქვს სულ. მე ფონდმა მითხრა, რომ დაგეხმარებით. საბედნიეროდ ძალიან ბევრი კარგი ორგანიზაცია თუ ადამიანი არის, რომელიც ეხმარება ადამიანებს, ვინც ჯარიმდებიან. ჯარიმებით და ფონდების დახურვაც, რომლის იმედათაც არიან, ხო, აქციის მონაწილეები და პროტესტის მონაწილე დემონსტრანტები. გამოდის, რომ არაფერ შუაშია ხატოვნად გამოთქმული განცხადებები სამშობლოს სადარაჯოზე დგომასთან დაკავშირებით. ამ ხალხს ცხოვრება გადადებული საქართველოს მომავლისთვის და გვესმოდეს. იქ მდგარ ადამიანებს 5000 ლარიანი ჯარიმა ვერანაირად ვერ შეაშინებს. სინამდვილეში ყველაფრის საწყის ფონდების იმედი წარმოადგენდა, რომლებიც მათ ჯარიმას გადაიხდიდნენ. ისინი კი კვლავ განაგრძობდნენ უკანონო ქმედებებს. პროპაგანდა კი კიდევ ერთხელ გვამცნობდა, როგორ გადაკეტა ეგრეთ წოდებულმა მრავალრიცხოვანმა აქციამ რუსთაველის გამზირი. თუმცა ფონდების დაყადაღების შემდეგ შეშფოთებული კომენტარები ადასტურებს, რომ სახალხო პროტესტი პროპაგანდისტვის შექმნილი ფრაზაა და სინამდვილეში ჩვენ ვხედავდით მართულ და ფონდების მიერ დანაშაულის ჩადენაში წახალისებული ადამიანების მიზანმიმართულ დებოშს, რომელთაც კანონდარღვევის მიუხედავად დაუსჯელობის განცდა ამოძრავებდათ. რუსთაველის გამზირს ყოველთვის გადავკეტავთ, რაც არ უნდა იყოს, ეს არ გაგვიჭირდება და უბრალოდ ეს ჯარიმები რომ მოგვდის და გვაჯარიმებენ და უხარიათ
ამ ყველაფრის ფონზე ყველა ძალიან კარგად ვნახეთ, რომ გუშინ დააყადაღეს ეს ფონდები, ვის იმედიც ჰქონდათ, მე პირადად ვის იმედიც ჰქონდა ფონდის. ფონდების ყადაღამ ყველაფერი შეცვალა და დღეს უკვე ვხედავთ კანონის დარღვევაში აქამდე თამამ პერსონებს, რომლებიც ახლა ჯარიმის გადასახდელად დახმარებას Facebook-ზე ითხოვენ. 4500 ლარით დამაჯარიმა. ამის გადახდაში მომეხმარეთ და მეც არ შეგაწუხებთ. ანგარიშებს დავწერ კომენტარებში. გუშინ მესამე ჯარიმასთან ერთად მომიტანეს პირველი სასამართლო დადგენილება, საიდანაც დაიწყო ათვლა და 7 დღეში უნდა გადავიხადო 5000 ლარი. მჯერა თქვენი გვერდში დგომის. მეგობრებო, ყველაზე მეტად ეს მიტყდება ეხლა, მაგრამ მე სამწუხაროდ სასამართლოს დაჯარიმებული ვარ და გუშინ მომიბრძანეს დადგენილება. გასაჩივრების შემთხვევაშიც მაქვს ვალდებულება გადახდის, რადგან დაიტოვემ გადავწყვიტეთ, რომ შევითავსოთ დროებით ფონდების ფუნქცია, ჩემი ანგარიშის დაყადაღება არ იქნება ეხლა კარგი ამბავი. გადასახდელი მაქვს 5000 ლარი. თუმცა მხოლოდ ეს არ არის და ფონდებზე დადებულ ყადაღას კიდევ უფრო საინტერესო ეფექტი ჰქონდა, რომელზეც მოგვიანებით გეტყვით. მანამდე კი მნიშვნელოვანია ვნახოთ, როდიდან აქტიურდებიან და იწყებენ ქართული ეგრეთ წოდებული ფონდები პოლიტიკურ პროცესში რადიკალიზაციის მხარდაჭერას და კანონდარღვევის წახალისებას. ქართულ რეალობაში აქციის მონაწილეებში დაუსჯელობის განცდის შექმნის პირველი მცდელობა USAID-ს ჰქონდა. 2023 წლის მარტის მოვლენების დროს, როდესაც რადიკალები გამჭვირვალობის კანონს მოლოტოვის კოქტეილებითა და არნახული ძალადობრივი პროტესტით დაუპირისპირდნენ. მაშინ ერთ-ერთი NGO-ს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ბაზაზე ფონდი შეიქმნა, რომელსაც აქციებზე დაკავებული პირებისთვის ჯარიმა უნდა გადაეხადა. თავდაპირველად პროგრამის დონორებში East West Management-თან ერთად USAID-იც ჩანდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. შემდეგ USAID გააქრეს და მხოლოდ East West Management-ი დატოვეს დონორებში, მაგრამ ფაქტი არ შეცვლილა, რადგან East West Management-საც ფულს USAID აძლევდა. როგორც ჩანს, მაშინ იმ ძალების მიერ, ვინც საქართველოში რადიკალურ პროცესებს მართავდნენ და აფინანსებდნენ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მორიგის სკანდალის თავიდან ასაცილებლად კანონდამრღვევთა ჯარიმების გადახდაში უცხოელი დონორები აღარ გამოჩენილიყვნენ და ისინი რაიმე ალტერნატივით ჩაენაცვლებინათ. სწორედ ამ პერიოდიდან იწყებენ გააქტიურებას ქართული ეგრეთ წოდებული ფონდებიც. ეს ის პერიოდია, როდესაც ასევე აქტიურდება პროტესტი ქუჩაში და უფრო რადიკალურ სახეს იღებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეს დაყადაღებული ფონდების წარმომადგენლები ისე აღწერენ პროცესს, თითქოს ისინი მხოლოდ გზის უკანონოდ გადაკეტვისთვის დაჯარიმებულების ჯარიმებს იხდიან. რეალობა ის არის, რომ გზის ხელოვნურად ბლოკირებისთვის ჯარიმები 1 თვის წინ გაიზარდა. ეს ფონდები კი უკვე სულ მცირე 6 თვეა, რაც აქციის მონაწილეების ჯარიმებს იხდიან სხვადასხვა დანაშაულისთვის. და ის მხოლოდ გზის გადაკეტვას არ მოიცავს. მასში შედის როგორც ვანდალიზმისთვის გამოწერილი ჯარიმები, როდესაც აგრესიულმა მომიტინგეებმა ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ასევე სამართალდამცავებზე თავდასხმა და პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობები. ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველზე. შესაბამისად, ეს ფონდები არა მხოლოდ გზის უკანონოდ გადაკეტვას ახალისებდნენ მათ მიერ გადახდილი ჯარიმებით, არამედ ვანდალიზმის ფაქტებსაც, საკანონმდებლო ორგანოს დაწვის მცდელობასაც და სამართალდამცავებზე თავდასხმასაც. პირდებოდნენ ფინანსურ დაზღვევასა და კომპენსაციებს ადამიანებს, რომლებიც წავიდოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩაიდედნენ კონკრეტულ დანაშაულებს, არა მარტო ადმინისტრაციულ ნაწილში, არამედ სისხლის ნაწილშიც. ეს ფული ხმარდებოდა იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენას, რომელიც ძალადობრივი აქციების წარმართვას სჭირდებოდა და ხედავთ მის ამ მონაწერში ასეთ დანიშნულებას წინა ხაზზე მყოფი ახალგაზრდებისთვის სპეციალური საშუალების შეძენა. ეს ნიშნავს, რომ ეს არის აღიარება კიდევ ერთი ის, რაც ჩვენ ვიხილეთ თბილისის ქუჩებში, რომ ბინძურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ახალგაზრდები გაწირეს, წაიყვანეს მსხვერპლზე, წაიყვანეს დანაშაულზე. კანონდამრღვევთა დანაშაულს ფინანსურად გვერდში ედგა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, როგორც თავად ამბობენ. დღეისთვის ადამიანის უფლებათა სახლს დაფარული აქვს 823,747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა. ამჟამად განაცხადი ჯარიმების დაფარვის შესახებ გაკეთებული აქვს 100-მდე პირს, რომლებსაც ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ემუქრება ქონების დაყადაღება და ჩვენ ვერ ვახერხებთ ახლა ამ ჯარიმების გადახდას, რადგან ჩვენი ანგარიშები არის დაყადაღებული. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათ 365 კანონდამრღვევს გზა გაუხსნეს განმეორებითი კანონდარღვევისთვის და კიდევ მინიმუმ 100 პირისთვის აპირებდნენ იგივეს. ვინაიდან ისინი არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენენ, მათი დონორებით დავინტერესდით, თუმცა მათ საიტზე დონორების გვერდი ამ დრომდე цаრიელია. ეს ორგანიზაცია დაფუძნდა ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის მხარდაჭერით
ორგანიზაცია აღწერის თანახმად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ეხმარება და ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპაზე, კავკასიის რეგიონსა და ბალკანეთზე. საინტერესოა, რომ ორგანიზაცია 1992 წელს დაარსდა და სათაო ოფისი ოსლოში აქვს, ხოლო წარმომადგენლობითი ოფისები ბრიუსელსა და თბილისში. მათი საიტის პირველივე გვერდზე შეამჩნევთ ბაია პატარაიას ფოტოსაც, რომელიც გამოირჩევა პოლიტიკური მიკერძოებითა და ზიზღის ენით. ადამიანის უფლებათა ფონდის ვებგვერდზე ნახავთ, რომ დონორები ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები და ევროკავშირია. ეს ფონდი კი თავის მხრივ საქართველოში კურირებს ორგანიზაციას, რომელიც დანაშაულს ახალისებს და კანონდამრღვევებს ჯარიმებს უხდის დანაშაულის განმეორებით ჩასადენად. მოვუწოდეთ შესაბამის უწყებებს პროკურატურას, რომ სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შეეძლოთ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლიდან მოქმედ ამ ორგანიზაციას არასდროს შექმნია ანგარიშებთან წვდომის პრობლემა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც მათ უშუალოდ დაიწყეს მონაწილეობა დაუსჯელობის განცდის ჩამოყალიბებაში და ფაქტობრივად დააფინანსეს კანონდარღვევის აქტები. მათთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში აქტიურად ჩაერთო ფონდი პროსპერითიც. მისი დამფუძნებელი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი პრემიერი ნიკა გილაურია. სანამ უშუალოდ ფონდზე ვიტყვით, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ნიკა გილაური დიდხნიანი პაუზის შემდეგ საჯაროდ 2024 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. უпроსწორად პოლიტიკაში საბოტაჟის შემოტანაში. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ნიკა გილაური კურირებდა ბიზნეს სექტორის გაფიცვის კამპანიას. კურირებდა მათზე ზეწოლას, რათა ჩართულიყვნენ ანტისახელისუფლებო პროტესტში და დაეზიანებინათ ქვეყნის ეკონომიკა, რასაც საზოგადოებაში უკმაყოფილება უნდა გაეჩინა და რევოლუციური პროცესებისთვის დამატებითი ბიძგი მიეცა. თუ ბიზნესი ერთად დადგება, ერთიანი ბიზნესის ძალა არის ძალიან ძლიერი. როგორც კი ეს რეჟიმი ჩამოიშლება, დამიჯერეთ არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ ექნება ლაპარაკი. შემდეგ კი სწორედ ნიკა გილაურმა შექმნა ფონდი პროსპერითი 2024 წლის 6 დეკემბერს, რომელმაც ბოლო გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად შექმნის დღიდან 7 მარტის ჩათვლით მილიონ ლარამდე დახარჯა აქციებზე, კანონდამრღვევთა ჯარიმებზე და საჯარო მოხელეებისთვის გადახდილ ხელფასებზე, რითაც ერთის მხრივ წაახალისა დანაშაული, მეორეს მხრივ კი წაახალისა საბოტაჟი, რაც მისმა წამოწდენამაც დაადასტურა. ჩვენ დავამატეთ კიდევ ერთი და რამოდენიმე მიმართულება, ერთ-ერთი იყო სწორედ რომ საჯარო მოხელეები ვინ წამოვიდოდეს, ვისაც გამოუშვებდნენ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, მათ ჩვენ რაღაც გარკვეულწილ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. რეალობა წამოსცდა. შემდეგ კი სცადა გამოსწორება, მაგრამ გვიანია. ნიკა გილაური სათავეში იდგა საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ბულინგის კამპანიას. კერძოდ რადიკალების მიერ კონტროლირებადი მედია თუ ცალკეული პირები მაშინ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა სამსახურიდან მასობრივად წამოსულიყვნენ, რაც ეგრეთ წოდებული რუსული რეჟიმისგან გამიჯვნად და გმირულ აქტად შეირაცხებოდა. მეორე მხრივ კი დებოშით წამოსულებს გილაური ხელფასით უზრუნველყოფას პირდებოდა. მათ ჩვენ რაღაც გარკვეულწილ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. ესეც ცხადია სახელმწიფოსთვის საბოტაჟის მოწყობის გეგმის ნაწილი იყო. წარმატების შემთხვევაში პროპაგანდა პროცესს ისე შეფუთავდა, თითქოს საჯარო მოხელეები გილაურის ხელფასის იმედად კი არ მოდიან სამსახურებიდან, არამედ პროტესტის ნიშნად მასობრივად ტოვებენ სამსახურებს და მას ხელოვნურად შექმნილი ხმაურის გასაძლიერებლად გამოიყენებდნენ. ქვეყანა ახლა გადის რაღაც გარკვეულწილად ილუსტრაცია, კრისტალიზაციის პროცესს. არ არის დაგვიანებულია, მაგრამ არც ბოლომდე დაგვიანებულია. კარგია, რომ ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. ჩვენ მზად ვართ ყველას აბსოლუტურად დაუდგეთ გვერდზე. უნდა დავეთანხმოთ, რომ ლუსტრაციის პროცესი ნამდვილად გაიარა ქვეყანამ და მკაფიოდ გამოჩნდა, ვინ იცავს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესს და ვინ უწყობს მას საბოტაჟს. რაც შეეხება გილაურის მიერ ნახსენებ გვერდში დგომას, ის ყოველ ჯერზე რადიკალიზმის მხარდაჭერაში გამოიხატებოდა. სახელმწიფო თუ კანონის ფარგლებში გარედან მართული არეულობის პრევენციას ცდილობდა, მათ შორის ყველაზე მსუბუქი ფორმით, ჯარიმებით. ეს ფონდები კანონის გაუქმებას ცდილობდნენ მათი გაუმჭვირვალე ფინანსური რესურსებით, ფულით, რომელიც რეალურად არავინ იცის, რა წყაროებიდან ხვდებოდა მათ ანგარიშებზე. და ბოლოს, განსაკუთრებით ბევრი კითხვა არსებობს ნანუკას ფონდის ირგვლივ, რომელსაც რადიკალიზმის წახალისებაში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც თავად ამბობს, ფონდი 2020 წელს შეიქმნა. ჩემი ფონდი დაფუძნდა 2020 წელს. გამოდის, რომ მისი ფონდი 5 წელი არსებობს და ამ 5 წლის განმავლობაში მის საქმიანობას შეფერხება არ ჰქონია. არც გამოძიება დაინტერესებულა მისით, არც გამჭვირვალობას თხოვდა არავინ და არც დეტალურ ხარჯდაღრიცხვას, მაგრამ ერთ დღესაც აქციების პარალელურად ნანუკას ფონდმა გადაწყვიტა, რომ
ახლა საქართველოს დროა. გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ ნანუკას ფონდი. ანგარიშის ნომრები კომენტარებშია. დანიშნულებაში ჩაწერეთ აქედან რომელიმე. ადამიანის უფლებათა დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა. და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ელვის უსწრაფესად სოლიდური თანხებით დაიწყო ნანუკას ფონდმა შევსება, რომელიც რადიკალური აქციებისკენ მიემართა. ხედავდით კადრებს, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანიც უშუალოდ იყო ჩართული გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზებაში, რომელიც USAID-ის სკანდალის შემდეგ დადასტურებულად გარკვეულია, რომ უცხოური დაფინანსებით იმართებოდა. როგორც მისივე გამოქვეყნებული ანგარიშიდან ვიგებთ, ნანუკას ფონდი ფულს ხარჯავდა საწვიმრების, აირწინაღების, სათვალეების შესაძენად, ასევე აქციაზე შეკრებილების კვებას აფინანსებდა, მათ ტრანსპორტირებას, სადაც მთავარი პირობა იყო, რომ ავტომობილში ყველა ადგილი შევსებული ყოფილიყო და კონტროლდებოდა ნამდვილად აქციაზე ჩამოვიდნენ თუ არა დაფინანსებული პირები. ის აფინანსებდა აქციაზე რეგიონებიდან ჩამოსულთა სასტუმროებში განთავსებას და სხვა ხარჯებსაც თავის თავზე იღებდა. ასევე მის ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია გადახდილ ჯარიმებს, რომელსაც უსამართლო ჯარიმებად მოიხსენიებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ფონდი დაყადაღდა, სპეკულაციებს მიმართა. ადამიანების ემოციებით თამაში გადაწყვიტა და თქვა: ანუ წესდებაში მიწერია, რომ პენიტენციური სისტემაში არსებული ადამიანების მოვლის უფლება მაქვს. ფონდმა როგორ უნდა მოუაროს პატიმარს. მეორე ნაწილი რაც არის ასევე მე დავებიან ჩემი თავისა და მოვიკითხე, იმიტომ რომ მე ჯარიმებს არ ვიხდი. ანუ იქ სადაც ჯარიმებს ახსენებენ, ჩემ ფონდს არ გულისხმობენ. საინტერესოა, როდის სრულობს ნანუკა ჟორჟოლიანი. ახლა, როდესაც იძახის, რომ ჯარიმებს არ იხდის, თუ 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, საიდანაც ვიგებთ, რომ პროტესტების დაფინანსების კუთხით 6 თვეში მისმა ფონდმა მილიონამდე დახარჯა. ყველაზე მეტი ხარჯი კი დაკავშირებულია აქციებთან და ჯარიმებთან. უფრო ახალი პოსტიც ვნახოთ. 2025 წლის 22 თებერვალს ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა: მეგობრებო, გუშინ იყო ფონდების შეხვედრა და მთავარი თემა ჯარიმები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჯარიმებთან მარტო არავინ დარჩება. მისი ახლანდელი განცხადება, რომ ჯარიმებს თურმე არ იხდიდა, ხოლო მისი ფონდის ანგარიში, სადაც ჯარიმებისთვის მხოლოდ 6 თვეში 100,000 ლარამდე დაიხარჯა, ეჭვებს ნამდვილად ბადებს. უფრო მეტიც, როდესაც მისი ფონდიდან აქციებისთვის საჭირო ნივთებისთვის ჯამში 600,000 ლარზე მეტია დახარჯული 6 თვის განმავლობაში, ეჭვი ჩნდება. ამ თანხებითაც ხომ არ ხდებოდა იმ მარაგების შევსება, რომელსაც რადიკალები სამართალდამცავების წინააღმდეგ იყენებდნენ და რომელიც დასაწყობებული იყო პარტიების ოფისებში. ყველაფერი რაც აქ არის იმისთვის, რომ გაუწიოთ წინააღმდეგობა უკანონო არაკონსტიტუციურ ხელისუფლებად, რა თქმა უნდა. პიროტექნიკაც საღებავების ყველაფერი არის პროტესტისთვის. ყველაფერი არის ბენზინი არის გენერატორისთვის, გენერატორი არის პიკაპისთვის, პიკაპი არის პროტესტისთვის, ლაზერები არის თქვენ შესაძლებლად იმისთვის, რომ პოლიციელებს ვანათოთ. კი, რომ შევანათოთ. პიროტექნიკა რო ვისროლოთ, კი, რო ვისროლოთ აქციაზე. დიახ. დიახ. მაშინაც თბილისში მიმდინარე რადიკალურ პროტესტს ოპოზიცია, მათი მედია თუ აქტივისტები სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ეძახდნენ. თვითორგანიზებული და გაბრაზებული ხალხის რეაქციას. ხედავდით გადამწვარ თბილისის ქუჩებს, პოლიციელებზე პიროტექნიკითა და მოლოტოვის კოქტეილებით თავდასხმას, საკანონმდებლო ორგანოს დაწვის მცდელობას, მაგრამ როგორც კი სამართალდამცავებმა პარტიულ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს და დასაწყობებული წინასწარ მომარაგებული საპროტესტო ინვენტარი ამოიღეს, პროტესტს რადიკალური კომპონენტი ჩამოშორდა და რუსთაველზე აქციები კანონის ფარგლებში მოექცა. მაშინ დადასტურდა, რომ არანაირი თვითორგანიზებულობა და ბუნებრივი პროტესტი არ არსებობდა. ყველაფრის უკან კონკრეტული ინტერესები და ფინანსები იდგა. ეს ხო დასაწყისია. შეუძლებელი არის სხვაგვარად განვითარდეს. გაჩერება აღარ შეიძლება რა ხალხო, რა უნდა მივაწვეთ, რა და უნდა გადავტეხოთ ეს სისტემა, ეს რეჟიმი. როგორც კი კანონის დარღვევის ინსტრუმენტი რადიკალებს გამოეცალათ, სიტუაცია მაშინვე დამშვიდდა. ახლაც ხომ ასე მოხდა. მაშინ თუ კანონის დარღვევის მთავარი არახს პიროტექნიკა და მოლოტოვები წარმოადგენდა, ახლა ამ ინსტრუმენტად ის ფონდები მოგვევლინნენ, ვინც როგორც ფაქტებით ვნახეთ, დანაშაულს ახალისებდნენ და ჯარიმების გადახდითა თუ სხვადასხვა მექანიზმებით დაუსჯელობის განცდას ქმნიდნენ სისტემური სამართალდარღვევისთვის. და როცა პიროტექნიკის მსგავსად რადიკალებს ფინანსური ბერკეტიც გამოეცალათ, კანონდარღვევის განწყობაც უმალვე შეეცვალათ. სანამ მართლა საკმარისი რაოდენობა არ ვიქნებით, ვფიქრობ, გზა არ უნდა გადავკეტოთ. მართალია, თუ არ ვართ საკმარისი, დავალოდოთ მსვლელობებს. გზების გადაკეტვით არაფერი იცვლება, სანამ საკმარისი რაოდენობით არ შეივსება პარლამენტის წინა ტერიტორია, მანამდე გზა არ უნდა გადაიკეტოს. მე ვამბობ, რომ 20 კაცმა არ უნდა გადაკეტოს გზა. 20 კაცი არ უნდა კეტავდეს გზას. გუშინ რეალურად არასაკმარისმა რაოდენობამ გადაკეტა გზა. არ ჩაკეტოთ, სანამ ბევრნი არ ვიქნებით.
სანამ არ გადაივსება მიმდებარე ტერიტორია, მანამდე არ გადავკეტოთ. მეც ვეთანხმები, არც ის მე კატასტროფულება, რომ ტროტუარზე ვიდგეთ. პროტესტია, ქუჩაზეც და ტროტუარზეც. არ მესმის, რატომ ვაგიჟებთ ერთმანეთს ამწნეხით. თითქოს გზა თუ არ გადაიკეტა, საკმარისად კარგი არაა პროტესტი. თუ საკმარისი რაოდენობა არ იქნება ხალხის, კანონიერად გზის გადაკეტვა სწორი არ არის. სწორია, მივიდეთ და გადავკეტოთ მაშინ, როცა იქნება ბევრი ხალხი. ეგრეა, საკმარისად ბევრი უნდა ვიყოთ, არ არის სწორი ცოტა ხალხით გადაკეტვა. +1 არ გადაკეტვას, სანამ ხალხის რაოდენობა არ იქნება შესაბამისი. ასე რომ ფონდების დაყადაღების ეფექტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში დღეს თვითორგანიზებული პროტესტი უბრალოდ არ არსებობს და მის უკან დგას კონკრეტული ინტერესები, კონკრეტული ფინანსებით, რაც დაუსჯელობის განცდას ქმნიდა რადიკალებში. და ერთადერთი ძალა, ვინც საქართველოში დღეს არეულობის მოწყობითა და რადიკალიზმის წახალისებით არის დაინტერესებული, გლობალური deep state-ია. მათი მთავარი ფინანსური საყრდენები, USAID და NED, რომლებიც დადასტურებულად ვიცით, რომ ძალადობრივ აქციებს აფინანსებდნენ, მართალია დაიხურა, თუმცა გლობალური ომის პარტია კვლავ არსებობს და ძლიერდება ბრიუსელში. თავის მხრივ კი ბრიუსელი ცდილობს მთავარი დონორის როლის შეთავსებას გლობალური deep state-ის ინტერესების გასატარებლად სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი გადახედავს თავის მრავალ მილიარდიან საგარეო დახმარების პროგრამას, რათა დააფიქსიროს ფონდების განაწილება უფრო მჭიდროდ თავისი საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან. ევროკომისია საგარეო დახმარებას გახდის უფრო მიზანმიმართულს პარტნიორებისთვის. ამის ფონზე კი არაერთი მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირის ფონდები კვლავ მალავენ ინფორმაციას საქართველოში დახარჯული თანხების შესახებ. თითოეული დონორი ქვეყანა ახლა არის ეჭვმიტანილი და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართულ ხალხს მათ შორის აჩვენონ თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. მით უმეტეს რომ ჩვენ არათუ ეჭვი, არამედ მტკიცებულებები გვაქვს, რომ ამერიკული ფონდების გარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თუ ევროპული ფონდებიც იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის საქართველოში. პარალელურად ვხედავთ მაგალითად ადამიანის უფლებათა სახლს, რომელიც კანონდამრღვევებს ჯარიმებს უხდის. ამავდროულად კი მისი დამფუძნებელი ფონდი ევროპული ქვეყნებისა და ევროკავშირისგან ფინანსდება. ამასთან არაფერი ვიცით იმ ფულის რეალური წარმომავლობის შესახებ, რომლითაც გილაურის ან ნანუკას ფონდები ივსება და რადიკალიზმსა და ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობაში იხარჯება. მილიონობით ლარი, რასაც აწუყვე დაყადაღებული ფონდები ხარჯავდნენ დანაშაულისა და სისტემური კანონდარღვევის წახალისებაში, ბუნებრივად აჩენს უამრავ კითხვას, რომელსაც პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. საქართველოს კი სიფხიზლე მართებს, რადგან ფაქტია, რომ კონკრეტული ძალების სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ქვეყანაში ქაოსის გამოწვევას კვლავ ცდილობენ.